არის ცოტა ასეთი ტენდენცია ცოტა ესე იგი დავითი როგორმე მთლადი მხელა იქნება არ იყო. ოღონდ ამას ვერ ბედავენ ამას რომ დავითი მხელა არა, მაგრამ ბევრია მითიო. წიგნი გამოვიდა ასეთი. მითები და სინამდვილე. ხო? დავითის მეფობის მითები და სინამდვილე. სოსო მარგიშვილი იყო ამ წიგნის ავტორი. იყო იმიტომ ვამბობ რომ გარდაცვლილია ეს ახალგაზრდა კაცი იყო. მე და სოსო ერთად მსახურობდით ჯარში ომის დროს აფხაზეთის ომში. ჩვენ გვერდ ქონდა ოფისები შტაბში. ჩემი იყო აღზრდობითი სამსახური, ანუ პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახური. სოსო იყო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი, არქეოლოგი. გავიცანით ერთმანეთი, ისე შორიდან კი ვიცოდით ერთმანეთი, გავიცანით ერთმანეთი. საუბრობდით, ბევრი საუბრები ქონდა იქიდან. მაგრამ ეს არქეოლოგიაში იყო და მე არ მეგონა წიგნი დაუწერია, აი ეს. და ერთხელ შევხვდით მე თბილისში. გავიხსენეთ ერთმანეთი და თვითონ დამპატიჟა, ესე იგი დამიძახა თავისთან ოფისში და ესე იგი ვისაუბრეთ აი ამ წიგნზე. წიგნი მაშინ არ იყო გამოცემული. ვებერთელა მონოგრაფია. ბევრი რამ ძალიან საინტერესო ამ წიგნში. მასალა უახლესი ლიტერატურით, ევროპული ლიტერატურით და მაგრამ სათაურმა მითები და სინამდვილე. მითები და სინამდვილე შეიძლება ვახტანგ გორგასალზე წეროთ ჩვენ. ხო? მითი დავითის მოღვაწეობაში შეიძლება რაღაცა დეტალებში იყოს. უმნიშვნელო დეტალებში, რომელიც შუა საუკუნეებისთვის არის დამახასიათებელი ზოგადად. მაგალითად ციფრები. ხო? ხო, ციფრები. ახლა მე რატომ მოვაყოლე აი ამ სტოვართა ინსტიტუტის ამბავს, აი ეს თემა, რატო წამოვწიე. ხო? ერთი პრინციპული საყვედური მაქვს მის მიმართ, გარდაიცვალა მე გითხარით, მე უფრო სერიოზულად ვაპირებდი მის წიგნის განხილვას, რომ გარდაიცვალა ცოტა იმას მექნა რა მოულოდნელად გარდაიცვალა კაცი და მე დავკარგე, მე გამოიცა რეცენზიები და უკვე აღარ იმას ვქენი, მაგრამ შენახული მაქვს მასალა, რაღაც შენახული მაქვს მასალა, მე ვაპირებ ახლა დიდი მონოგრაფიის გაკეთებას საერთოდ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებზე საქართველოს. იქ ამ კუთხით, არა თვითონ ომის კუთხით, ამ კუთხით ვაპირებ ზოგი რამის კომენტარის გაკეთებას. აი ამ წიგნში მე პატარა კომენტარი გავაკეთე სოსო მარგიშვილის წიგნზე, ეს შოთა მესხეს წიგნს რო დართული აქვს ჩემი შესავალი. აი იქ რაღაცებზე ჩემი დამოკიდებულება რაღაც საკითხებისადმი მე გამოვხატე. არაფრით არ შეიძლება რომ ჯვაროსნებთან რამე კავშირი ქონოდა უშუალოდ დავითს. ახლა იქ პირდაპირ წერია, ხო? 200 კაცი თუ 100 კაცი ჯვაროსანი მონაწილეობდა დიდგორის ომში. და არა ვეღარ მოვიდოდნენ საერთოდ. როგორ შემოაღწევდნენო? ხო გამიგეთ. ესე იგი გამორიცხა დიპლომატიური რაღაცა ზონდირების დონეზეც. აი დიპლომატიური ზონდირების დონეზე. ჯვაროსნები თავისთვის, დავითი თავისთვის. აი ეს იდეოლოგია. გიწერია პირდაპირ. მემატიანე გიწერს პირდაპირ. აიღო ჯვაროსნება აიღეს ანტიოქია და იერუსალიმი და ანტიოქია და არღარა მისცა სულტანს ხარაჯავ. ამაზე მეტი ეს მარტო ტექსტი ხო არ არის, ეს ხო რაღაცა ისეთი ტევადი შინაარსი დევს ამაში, ხო? ხო. ეს დავითის ისტორიკოსი ძალიან დიდი ისტორიკოსია. გამორჩეული ისტორიკოსია. შუა საუკუნეებში ჩვენ ამ დონის ისტორიკოსი და მე რო ახსენე ჟამთაღწერელი მე-14 საუკუნისა, რომლის ვინაობაც არ ვიცი და არც დავითის ისტორიკოსის ვინაობა არ ვიცი დაზუსტებით. თუმცა არსენი ბერი მართლაც მგონია რომ შეიძლება იყოს არსენი ბერი მესის სულიერი მოძღვარი, მაგრამ თავარი რა არის? როგორ შეიძლება იმის უარყოფა, რომ თლად არაფერი არ არის ეგრე. იყო მეტი იყო. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. ქართულმა მატიანებმა ბევრი ისეთი რამ არ იცის ქართულ მეფეებზე. რაც სომხებმა იციან.
ხო? იგივე დიდგორის ომზე. მათეოს ურღაიცი რასაც წერს ეს არ იცის დავითის ისტორიკოსმა. არ წერს ამას დავითის ისტორიკოსი, მეტი უნდა დაეწერა დავითის ისტორიკოსი. ხო? გაოცებული ვარ ხანდახან. ყველა ვართ მე კი არა, ყველა ისტორიკოსები ვისაც კი შეხება გქონია ამ წყაროებთან, გაოცებულები ვართ. როგორ ამაზე მეტი როგორ დაწერა? თან უყურეთ. აი რატომ იკვირს ამაზე მეტი რატო არ დაწერა? დავითის აი ამ დიდგორზე დიდ გამარჯვებას, ხო? დიდ გამარჯვებას დავითისას გამოეხმაურა, ხო აღწერა ეს და უცბად რაღაც შეჯამებასავით აქვს დავითის ისტორიკოს და რას წერს. ხოლო ამადრა თხრობად მოვიწიე ვაებისა ღირსად შევრაცხენ დიდნი იგი და სახელოვანი გამომეტყვა უშუალო დიდგორიდან გამომდინარე ამბობს ამას მემატიანი იმ ადგილას ამბობს ხო გამოდი ვიტყვი უკვე უმიროსსა და არისტოტელის ელინთა ჰომეროსი და არისტოტელე ხო ხოლო ოსიპოს იოსებ ფლავიუსი ბებრაელსა რომელთაგანა ერთმან ტროადელთა და აქეველთა შეამკნა თხრობანი და ასე შემდეგ ხო ესე იგი დიდი მათი მოღვაწეობანი მეორე მან ალექსანდრეს ვის ძლია როგორ ძლია ალექსანდრეს ხვაწლზეა ლაპარაკი ხო და მესამე მან ვესპასიანეს ისტორიაო ესე იგი იოსებ ფლავიუსმა ახლა აქ უყურეთ რას წერს და ვინაიდან ამათ ნიფთნი საქმეთანი არა აქუნდეს კმად მოსათხრობელად არ ქონდათო დიდი საქმეები ახლა ალექსანდრეს საქმეები რატო ეპატარავა ჩვენს მემატიანეს არ ვიცი კარგი ახლა ის ჰომეროსი და ტროას ომი კიდე და აქცენტს აკეთებს სწორედ ტროას ომზე ხო რომ ამბობს რომ იქ 28 წელი ომობდნენო იქ რა დიდი ამბავი იყო ეგო და ამანო 3 საათის განმავლობაშიო დიდი ომი მოიგო ხო დიდი ომი მოიგო და უყურეთ რამე თუ 28 წელ განგზობასა ტროადელთა ბრძოლისასა ვერ არა ღირსი ქებისა იქნა ხოლო მეფისა დავითისა ესე ოდენთა მიმართ წინა განწყობა სამჟამადმდე იყო და ვერცსა პირველ საკვეთებას შეუძლეს წინა დადენ და ქონებოდეს მცა უყურეთ ქონებოდეს მცა ამათ ბრძენთა თხრობათა ნიფთა და საქმენი დავითისნი ხედავთ აი საქმეები მათ რო ქონოდათო და მათ მცა აღწერნეს ჯეროვნად მათი საებრო რიტორობისა მე არ ვარო ესეთი რიტორი ესმით რიტორობის და მაშინ მცა ღირს ქმნილი იყნეს ჯეროვან საქებასა და ესენი ესეოდ ესე იგი მე არ ძალმის მე არ ვარ იმხელა როგორც ეს ჰომეროსი არისტოტელე და იოსებ ფლავიუსიო იმათ რომ ამისთანა გმირობები ამისთანა დიდი რაღაცები გააკეთებინათ ისა ხო გამარჯვება მოეპოვებინათ მაშინ ისინი თავისი რიტორობით ისე აღწერდნენ მაშინ იქნებოდა ახლა ამას იმიტომ ვამბობ რომ ის არ დაწერა ბევრი ანუ სრულად არ აქვს მიმოხილვა აი ამ ომის მაგრამ ამით ის დიდგორის დიდი ძლევა დიდგორისა ხო ძლევა ის საკვირველი ხო დიდგორის ეს უკვე ამით ამ შეფასებით უკვე მოქცა ეგა ხო ეს მოვაყოლეთ ახლა ეს მოვაყოლეთ მემატიანეს ჩვენს მემატიანე ბევრი ესე იგი ჩვენი მემატიანე სხვა საკითხებთან დაკავშირებით ისეთ რამეს ხმალავენ ან არიციან ან შეიძლება შეგნებით აკეთებენ ამას ორი ფაქტი მინდა მოვიყვანო გიორგი პირველი ორივე გიორგი პირველზე გიორგი პირველი ომს იწყებს ბიზანტიასთან ომის წინ ბიზანტიასთან ომის წინ სომხეთში მეფე მოგდა დიდი მეფე გაგიგ პირველი მოგდა დიდი მეფე და ატყდა ძმებს შორის ომი ჩავიდა ჯარით თლიანად გააკონტროლა სიტუაცია ერთი მეფე დააპატიმრა მომავალი მეფე დააპატიმრა დილეგში ჩასვა იოანეს უმბატი რაღაცაში რო არ დაუჯერა მე კი იმას ქონდა იმისი უპირატესობა აღიარა და ბიზანტიის კრეატურა რო იყო მისი ძმა იმის საპირისპიროდ ხო მე რატო ვყვევი ახლა მას იქ ვიღაცა დასაჯა სომხები გაბრაზებულები იყვნენ რომ იქ ეკლესიაც დაწვაო და უყურეთ აი ამ ისტორიას არისტაკეს ლასტივერცი თითქმის თანამედროვე ამოვლენების გვიყვება
რატო არ იცის ეს ქართველმა მემატიანემ? ხო, იმ დროს მოღვაწეა ფაქტობრივად ორი მემატიანი ყავს. ერთი უფრო გვიან წერდა, მეორე დაახლოებით იმ პერიოდში წერდა სუმბო დავითის. რატო არ იცის ამან? ხო, რატო არ გვიყვება ამ ისტორიას? მეორე არის არაბი ისტორიკოსის ცნობა, რომ გიორგი პირველმა კავშირი დაამყარა ალ-ჰაკიმთან, ეგვიპტის ხალიფასთან, ხო? ეგვიპტის სულტანთან, ხო? და ესე იგი ფატიმიანი ხალიფა ხო ესე და ბიზანტიას წინააღმდეგ კოალიცია შეკრა შესთავაზა, ხო? კავშირის შეკრა შესთავაზა. ახლა ის კაცი არის ძალიან კომპეტენტური იმ დროს ბასილის წინააღმდეგ, ხო? ბასილის ისტორიას წერს სიახი ანტიოქელი, ბასილის ისტორიას, ხო? გამიგეთ? ბასილი კეისრის ისტორიას. ქრისტიანი არაბია და ჩვენმა არ იცის ეს არაფერი. ასე რომ ის რომ ახლა მაინც და მაინც კავშირის დამყარება, ჩარჩოხელშეკრულება კი არ დაუდვიათ, შეიძლება არ დადეს, მაგრამ რაღაცა ჩვენ გვაქვს ირიბი ფაქტები. ჯვაროსნებთან ურთიერთობის ირიბი, იოანე და ბატონიშვილს ერეკლეს შვილიშვილს აქვს შემონახული რაღაცები. იგივე ბიზანტიის იმპერატორთან, ხო? ბალდუინთან, იერუსალიმის მეფეს. ესე იგი, გვაქვს ეს რაღაცები. ახლა დანაბეჯითები ჩვენ ვერ ვიტყვით ამას, რომ ეს ასე იყო, მაგრამ რაღაც ტრადიცია ხო არის, არა? და თვითონ სიტუაცია ის კაცია ილღაზი იმ ხელა სარდალი იყო, მთავარი ანტიჯვაროსნული ლაშქრ-ფრონტის ერთ-ერთი წინამძღოლი რამხრივ როგორც ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი. გამიგეთ? აი ეს მხედართმთავარი მოდის აქ.